გაიერთდებით მზია ამაღლობალის მხარდამჭერი აქციიდან, მისი მხარდამჭერი მსვლელობიდან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი კოლეგები, მოქალაქეები ახლა უკვე არიან სანაპიროზე და უკვე სანაპიროს გავლით მსვლელობით მივლენ რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ დასრულდება დღევანდელი პროტესტი. დღეს აქ მოქალაქეები შეიკრიბნენ მზიას მხარდასაჭერად, თუმცა აქ არიან მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას და მხარდაჭერას მზიასთან ერთად ბუნებრივია უცხადებენ სხვა დაკავებულ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციებსა სხვა დროს დააკავეს და აქ ისმის მათი მხარდამჭერი გზავნილები. ასევე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ხალხმრავალია ეს მსვლელობა. გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა აღმაშენებლის გამზირზე, სწორედ იქიდან დაიწყო მსვლელობა. თავდაპირველად ჩვენი კოლეგები შეიკრიბნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან, შემდგომ მათ გადაინაცვლეს ახალ თეატრთან, სადაც მათ დანარჩენი კოლეგები და მოქალაქეები ელოდნენ, ასევე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ახალ თეატრთან შეკრებილი იყვნენ. ის მოქალაქეები და ის კოლეგები, რომლებიც ანდრო ჭიჭინაძეს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს უცხადებდნენ სოლიდარობას, შემდგომ კი უკვე ეს საპროტესტო აქციები, ასე ვთქვათ, გაერთიანდა და უკვე მსვლელობით მოქალაქეები უკვე დაიძრნენ სანაპიროს გავლით, უკვე რუსთაველის გამზირის მიმართულებით. თქვენ გესმით, ახლაც გზავნილები თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, თავისუფლება გიორგი ახობაძეს, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს გზავნილები ისმის ახლა ხმის გამაძლიერებლები.